დღეს კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას. არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრესე მეც ამბობს ვიდრე პავლეზე. ეს გამონათქვამი EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების გავსად უკვე EUTHO-ც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და Deep State-ის მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლება. მინდა ასევე შეგახსენოთ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლის ტრასის გამონათქვამები. ან ჩვენ გავანადგურებთ Deep State-ს, ან Deep State-ი განადგურებს ამერიკას. ჩვენ გვსურს ბრიტანული Deep State-ის ჩამოშლა, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველი და ფესვგადგმულია. ტრამპისა და ტრასის ეს სკანდალური განცხადებები, აგრეთვე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ, Deep State-ის არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს. ამ ფონზე ლოგიკურია ევროპელი პოლიტიკოსების ბრალდებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი და ზოგადად ევროპული სტრუქტურები თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების უმრავლესობა ანგარიშვალდებულია არა საკუთარი ამორჩევლის, არამედ სწორედ Deep State-ის წინაშე. შესაბამისად, მათ მიერ გატარებული პოლიტიკას თლიანად არაფორმალურ ოლიგარქიულ ინტერესებზეა აწყობილი. Deep State-ის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კონკრეტული მოვლენების ზედაპირული ანალიზითაც კი მარტივად დგინდება. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი მართავდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა მოშლილი, რაც მრავალი სისტემური პრობლემით ვლინდებოდა. უხეში ავტორიტარიზმი, ადამიანის უფლების სისტემური და უხეში დარღვევა, გაყალბებული არჩევნები, უკანონო პატიმრებით გადავსებული ციხეები, სადამშრალო ინსტრუმენტად ქცეული სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეგეტი, გარეთ დაკვეთით დაწყებული და ურთღეში წაგებული ომი, ეს იმ პრობლემების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Deep State-ის აგენტურის ავტორიტარულმა მმართველობამ საქართველოს შეუქმნა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს Deep State-ის გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები დემოკრატიის შუქრად მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ ეშურებდნენ. ყველას გვახსოვს 2011 წლის 26 მაისი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყდია და ისე რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალოდ დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა. მაშინ ხელისუფლების ამ და სხვა ამაზრზე ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია. მეტიც საფრანგეთის მაშინდელმა ელჩმა რეჟიმის გამართლებაც კი იკადრა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების უმრავლესობა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ Deep State-ს წარმოადგენს, დიპლომატების ამგვარი ქმედებები იოლად აიხსნება. იოლად ახსნადია ისიც თუ რატომ იქცა საქართველო, ქართული ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება Deep State-ის თავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა. ანუ არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, 2008 წლისგან განსხვავებით არ წამოიღო Deep State-ის მორიგ ავანტურას და საკუთარი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკის მტკიცედ დაცვა გადაწყვიტა. სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც Deep State-ს აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია EUTHO საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელიც სრულად იმეორებს აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატია საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციური პროცესების დასახალისებლად იყენებს, რაც მათი გათვლით საბოლოოდ ხელისუფლების ცვლილებით და ხელისუფლებაში მათი მორჩილი აგენტურის დაბრუნებით უნდა დასრულდეს.